ზუსტად 1 წელი გავიდა იმის მერე, რაც მოხდა ის ცნობილი დახვრეტა კიევის ცენტრში, ცნობილი მოვლენები, რომელიც მერე ევრომაიდანის სახელი მიიღეს. ეს მართლაც იყო ისტორიული მოვლენა არა მარტო უკრაინისთვის, არამედ მთლიანად რეგიონისთვის და მთლიანად ევროპისთვის. ძალიან ძნელია, რომ არ შეაფასო ეგ სათანადოდ, იმიტომ რომ მთელი პლასტი სხვადასხვანაირი ამბების დაიძრა იმის მერე. ისიც უნდა გავიხსენოთ, რომ ზუსტად 1 წლის წინ დაიწყო ყირიმის ანექსია. რუსული ჯარისკაცები, რომელიც მაშინ ეგრეთ წოდებული მწვანე ადამიანებს ეძახდნენ თავის თავს, შეიჭრნენ ყირიმში, დაიკავეს ასე ვთქვათ სტრატეგიული ობიექტები და მერე ასე ვთქვათ ჩატარდა ის ეგრეთ წოდებული რეფერენდუმი, რომელიც მეშვეობით ასე ვთქვათ რუსეთმა გაამართლა ის ყირიმის ანექსია. ჩვენ ეხლა ვდგავართ და ვლაპარაკობთ, მაგრამ აი ამ დროს აღმოსავლეთ უკრაინაში იღუპება ხალხი, იღუპებიან მათ შორის ჩვენი მოქალაქეები, ქართველები, რომელიც წავიდნენ მან, ასე ვთქვათ, დასახმარებლად და იბრძვიან უკრაინის მხარეს. შეტევარი ძალიან სერიოზული რესურსები არის დახარჯული იმაზე, რომ მოსკოვმა მოიგოს ეს ინფორმაციული ომი და როგორც ჩვენ ვხედავთ, ეხლა აღმოსავლეთ უკრაინაში, შიგნით რუსეთში ეს ინფორმაციული ომი რუსეთს აქვს მოგებული. ბევრმა პოლიტიკოსმა თქვა, რომ დასავლეთი უნდა გამოფხიზლებულიყო კიდევ 2008 წელს, როცა იგივე რუსული აგრესია ხდებოდა საქართველოში, როდესაც ასე ვთქვათ ოკუპაცია მოხდა, უკვე ოფიციალური ოკუპაცია მოხდა აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის, მაგრამ ეგრე მოხდა, რომ დასავლეთმა არ გამოიფხიზლა. ეხლა თუ გამოფხიზლდება უკრაინის მერე, მე პირადად მაგას ველოდები და მე უკვე არც ვიცი რა შეიძლება მოხდეს.